შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ ახლა დასავლეთ საქართველოს სტიქიის მთავარი ეპიცენტრია მუხმა და ძლიერმა ნალექმა რთული ვითარება შექმნა სამ რეგიონში და განსაკუთრებით რთულია ვითარება კურორტ ბახმაროზე, სადაც როგორც დამსვენებლები და ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლები ყვებიან, შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება არის უბრალოდ შეუძლებელი, რადგან გზები არის ჩახერგილი და მდინარეების ადიდების შედეგად ჩამოტანილმა მასამ, ნატანმა მასამ შიდა ტერიტორიაზე გადაადგილება გახადა შეუძლებელი, როგორც ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, გუშინ მოსულმა ძლიერმა ნალექმა მხელეები და ასევე მდინარეები აადიდა და ამან გამოიწვია და შექმნა რთული ვითარება კურორტზე, თუმცა ადგილზე ამ წუთებშიც მუშაობს მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გარდა ამისა, თავად ბახმარომდე მისასვლელი ცენტრალური გზაც იყო ჩახერგილი, სწორედ იმიტომ, რომ ღვარცოფული სიტუაცია და ღვარცოფული ვითარება შეიქმნა ტერიტორიაზე და საავტომობილო მიმოსვლა გადაადგილება იყო შეუძლებელი. მოსახლეობა კი, რა თქმა უნდა, დახმარებას ითხოვს, რომ ტერიტორია იქნა სრულად გაწმენდილი, რაც შეიძლება მალე და მათ დისკომფორტი აღარ შეექმნათ, რადგან როგორც გითხარით, ბახმარო კურორტული სივრცეა და იქ დამსვენებლები ამ წუთებშიც იმყოფებიან. გარდა ამისა, რთულია ვითარება ადიგენშიც, სადაც ასევე გუშინ მოსულმა უხმა ნალექმა განსაკუთრებით რთული ვითარება შექმნა და ადგილობრივი მაცხოვრებლები შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებელი სახლების გარეშეც დატოვა ღვარცოფულმა მასამ, ძირითადი სახლების ტერიტორია სრულადაც კი დაფარა და განადგურებულია როგორც სახნავ სათესი მიწები, ასევე დახოცილია პირუტყვით და მათ შორის ადამიანების ევაკუაციაც კი გახდა ადიგენის სოფლებიდან საჭირო. ეს ადამიანები დახმარებას ითხოვენ, შველას ითხოვენ, რომ მათ ღამის გასათევი ჰქონდეთ, იმიტომ რომ ოჯახებით, მცირეწლოვანი შვილებით ქუჩაში არიან დარჩენილები. გარდა ამისა, მესამე რეგიონი ეს არის ლენტეხი, სადაც ასევე რთულია ვითარება და ძლიერი წვიმის შედეგად ლენტეხი ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ტერიტორია არის სრულად ჩახერგილი და ვერც ერთი ტიპის ავტომობილი ამ წუთებშიც ვერ გადაადგილდება. წუხელ საღამოთი ერთბაშად მოსულმა ძლიერმა ნალექმა ღელეები, ბახმაროში ტერიტორიაზე არსებული ღელეები აადიდა, ისე როგორც ბახვის წყალი და ფაქტიურად დიდი რაოდენობის ნატანის ჩამოტანა იქნა გზებზე, შიდა გზებზე, ასევე იყო დამეწყრილი ბახმარომდე დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა. დილიდანვე დაიწყო გზის გაწმენდითი სამუშაოები, გზა თითქმის უკვე განთავისუფლებულია, ბახმარომდე დამაკავშირებელი გზა, ასევე ტექნიკა მუშაობს დაბის ტერიტორიაზე ბახმაროში. შიდა გზებზე პრობლემაა გადაადგილების ადგილობრივი დამსვენებლებს. ჯერჯერობით იქნება ბუნებრივია, მაგრამ ტექნიკა მუშაობს და ეს დისკომფორტი ჩვენს დამსვენებლებს ის განმავლობაში მოეხსნება. ეს გაგრძელდება, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებები ბევრია. ამ წუთში ვიზუალური შეფასებით ბახმაროში რაიმე მოწყვეტი მასის, მიწის მასის მოწყვეტის საშიშროება არ არსებობს, იმიტომ რომ წყალმა ისე გადაიარა, არც ერთი შენობა არ დაზიანებულა. უხვი და ძლიერი ნალექი გუშინ მოვიდა სამ რეგიონში, რომელმაც რთული ვითარება შექმნა და ამ წუთებშიც ადგილზე ძირითადი და რიგი პრობლემები დგება და რჩება და თუმცა მძიმე ტექნიკა ადგილზე მუშაობს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს ტერიტორიის გათავისუფლება, თუმცა განსაკუთრებით რთულია ვითარება, როგორც გითხარით, ადიგენში, საიდანაც მოსახლეობის და ადგილობრივი მაცხოვრებლების ევაკუაციაც კი გახდა საჭირო.